მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ვიდეოს სათაურიდან მივხვდით, ეს მივდივართ მეგრელების მარშზე, მაგრამ მანამდე სანამ მეგრელების მარში დაიწყება 7 საათზე, მანამდე არის სხვადასხვა კუთხეების მარში კიდე, ასევე არის ქუთაისელების მარში და ეხლა ჩემ მეგობრებთან მივდივარ, ქუთაისელებთან უნდა შევურთდე და მოდი ჯერ ეხლა შევთვალიეროთ რა ხდება ქუთაისელების მარშზე. აჰა, ესეც ასე მოვედით მეგობრებო, გაბრიაძის თეატრიდან არის მშველობა ქუთაისელებისა. იქანა ქუთაისი არ არის, მაგრამ ქუთაისელები არიან. ქუთაისო, ქუთაისო, შენთან არის გული ჩემი. Verion maneva neva iduduno zvirteva da mi karaga mosveneva zatskhveba madakvirteva makhoveli gateneva susighavaru Kutaïso, Kutaïso, Shenatan aris gulicemi. Kutaïso, Kutaïso, Shenatan aris gulicemi. შევეცადეთ ქუთაისი დაგვეტოვებინა და ჩვენი სოფნა განათლება და ის საზოგადოებრივი მოღვაწეობა გაგვერძელებია თბილისში, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ძლიერი საქართველო და ყოველთვის ქუთაისი მეორე ხარისხოვანი რჩება და აქედან გამომდინარე. მეორე დღემდე ქუთაისი არის ჩვენთვის მთავარი ქალაქი, კიდე ამას ვიტყვი. ყოველთვის ქუთაისი თბილისში ჩამოდის მაშინ, როცა საქართველოს უჭირს და ეს არის ნათელი მაგალითი. ქუთაისი საქართველოს ევროპა და აუცილებლად ყველაზე ევროპული ქალაქია. ეს მთელი დღე არის აქციები, ყველა ქუჩაზე სხვადასხვა აქციაა. ეს ვინები არიან, არ ვიცი, ესე იგი ყოფილა მოდის ინდუსტრია, კი ბატონო. რამდენიმე მეტრი გავიარეთ მეგობრებო და აქ ახალი მშველობა ამოდის. აი კიდე რამდენიმე მეტრი გავიარეთ მეგობრებო და კიდე ახალი მშველობა, ესე ყველა ქუჩაზე რაღაცა მშველობა არის. ეს რა არის? აბა შენ ვინები არიან? დატოვე აუდიტორიას, სამშობლოს ჭირდები, ეს უკვე სტუდენტები. აი მეგრელები სადგანან და როგორ იცავენ ტრადიციულად საქართველოს რაც მგოს და მომავალს. აი რა რაოდენობის მეგრელია მშველობაზე, ხედავთ. შუაში გაუკეთე დერეფანი. მარულად ვინწუაფუთ აბარერა ადოჩი მიმერანია აბარერა 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 Satsini, Avarera, 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 Avarera,
ვიდეოში რო არის აგერ დგას ის ნომერფანგი რომ ღერის იმ ვიდეოში როგორც გახსოვთ ეს ასე მეგობრებო ასეთი იყო დღევანდელი დღე საერთო სახალხო მოძრაობის მომდევნო და ძალიან გამორჩეული დღე იმიტომ რომ ეს ფაქტიურად თბილისის ყველა ქუჩიდან სხვადასხვა კუთხეების მსვლელობა იმართებოდა. დიდი მადლობა ვიდეოს ნახვისთვის, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით.